მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით, სადაც განიხილება ედიშა ჭელიძის არგუმენტაცია წყალდასმეთი და წყალყურებითი ნათლობების სასარგებლოდ, რომელთაც ჩვენ ნაშრომით გზა მართლაც სავალი გავეცით შესაბამისი პასუხები. ამჯერად ჩვენ განვეხილავთ წმინდა მოციქულთა 50-მე კანონთან დაკავშირებულ მომენტებს და დღესაც განვეხილავთ ედიშა ჭელიძის მორიგ არგუმენტებს ამ კანონთან დაკავშირებით. უფრო სწორედ მორიგ სიცრუეებს, რომელთაც ჩვენ ცალ-ცალკე განვეხილავთ. დღეს შემოგთავაზებთ ესეთ მოკლე განხილვას ედიშა ჭელიძის ამ არგუმენტაციისა. ძველ მორწმუნეთა წინააღმდეგ შეთხზულ თავის პირველ ნაშრომში ეკლესიას ძალაუფლისა ედიშა ჭელიძე გვთავაზობს წმინდა მოციქულთა 50-მე კანონის ძველ ქართული თარგმანის საკუთარ ახალქართულ ვერსიას, რომელიც განსხვავებულია საპატრიარქოს მიერ 1987 წელს გამოცემულ კალენდარში განთავსებული თარგმანისგან. კერძოდ ედიშა ჭელიძე ამბობს: ეს სიტყვები იგულისხმება 50-მე კანონის ძველი ქართული ტექსტი. ახალი ქართულით ასეთია: თუ ვინმე ეპისკოპოსი ან ხუცესი არ სრულყოფს ერთი საიდუმლოს სამ ნათლისღებას, არამედ ერთ ნათლისღებას აღსრულებულს უფლის სიკვდილის მიმართ განიკვეთოს, რადგანაც ასე არ უთქვამს უფალს, რომ ჩემი სიკვდილის მიმართ მონათლეთო, არამედ წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმინდისათა. როგორც ხედავთ, წერს ედიშა ჭელიძე, მოტანილ ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები არც შთაფლვა და არც თავზე დასხმა. სლავურ და შემდეგ რუსულ თარგმანებში გვაქვს არა სამი ნათლისღება, არამედ სამი ჩაძირვა, ტრი პოგრუჟენია. ეს არის ნათქვამი ედიშა ჭელიძის წიგნში ეკლესიას ძალაუფლისა, თბილისი 1990 წელი, გვერდი 78. რაში მდგომარეობს აქ ედიშა ჭელიძის სიცრუეები? მოდი განვიხილოთ, დავნომროთ ეს სიცრუეები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, და პირველივე სიცრუე, რომელსაც ედიშა ჭელიძე გვთავაზობს, აი ამ კანონის განხილვისას, გახლავთ ასეთი. ედიშა ჭელიძე თავის ადრინდელ ძველმართლმადიდებელ ოპონენტებთან დავაში აცხადებდა, რომ საკუთრივ თავზე დასხმეთი ნათლობა ცხადია არც სლავურ თარგმანში იხსენიება. ძველ მართლმადიდებლები ასე მსჯელობენ. 50-მე სამოციქულო კანონი ახსენებს სამგზის შთაფლას, როგორც ჭეშმარიტ ნათლისღებას. ეს კი თავისთავად გულისხმობს დასხმეთი წესის მონათლის სრულ უარყოფას. და ეს არის ამ საკითხთან დაკავშირებით ედიშა ჭელიძის მიერ გამოთქმული პირველი სიცრუე. ძველ მართლმადიდებლთათვის დასხმეთი წესის უარყოფას შთაფლის მოხსენიება კი არ აძლევს საფუძველს, არამედ მოციქულთა კანონში არსებული უარყოფა ყველა იმ სხვა ფორმისა, რომელიც სამგზის შთაფლისგან განსხვავდება. რა თქმა უნდა, ეს ფორმები მოციქულთა 50-მე კანონში ნახსენები არ არის, ნახსენებია მხოლოდ ერთგზის შთაფლა უფლის სიკვდილის მიმართ, მაგრამ მათი მოხსენება არც იყო საჭირო, თუ კი მიანიშნებდნენ ნათლობის აღსრულების ეკლესიურ კანონიკურ ფორმას და მწვალებლური ხელყოფისგან სწორედ მას დაიცავდნენ. მართლაც რა აუცილებელია კანონში დასახელებულ იქნას ნათლისღების ყველა ის არასწორი ფორმა, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა მწვალებლებში. ერთგზის შთაფლა უფლის სიკვდილის მიმართ ან შესაძლოა რაღაც ფორმებმა მომავალში იარსებოს. როდესაც მოციქულებმა შთაფლაზე როგორც ნათლისღების აღსრულების ფორმაზე მიანიშნეს, ამით ყველა სხვა განსხვავებული წესი გამორიცხეს. თუმცა მოდი ეს საკითხი დროებით გადავდოთ და კვლავ ედიშა ჭელიძეს მსჯელობას მივყვეთ. ედიშა ჭელიძის მეორე სიცრუე. უპირველესად, განაგრძობს ედიშა ჭელიძე, უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით ძველ მართლმადიდებელთა აზრით, რჯულის კანონი არის ზედმიწევნით ზუსტად ფორმულირებულ კანონთა კრებული. ამიტომ მოტანილ კანონს რომ დასხმითი წესით მონათლის უარყოფა ჰქონდეს განზრახული, ეს პირდაპირ იქნებოდა მასში თქმული, კერძოდ ასე: ვინც სამგზისით დასხმით მონათლოს და არა სამგზისის შთაფლით განიკვეთოს. ამგვარი განჩინება არ გვხვდება არა მხოლოდ აღნიშნულ კანონში, არამედ საერთოდ არსად. რჯულის კანონი არც ერთხელ არ უარყოფს დასხმეთი წესით ნათლობას.
ეს არის ედიშერ ჭელიძის მეორე სიცრუე. რადგან იმავე სლავურ ჯულის კანონში სკოლიოში პირდაპირ მითითებულია, რომ მღვდელმა მხოლოდ უნდა შთაფლას და არ დაასხას წყალი მოსანათლავს. კერძოდ, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნეთ, სლავური თარგმანი სკოლიოში არის შენიშვნა. Вы святом крещении, крестящих себя погружати, а не обливати. ქართულად ამ მითითებას ასეთი შინაარსი აქვს. ნათლისღების საიდუმლოში მოსანათლავს წყალი კი არ უნდა დაასხათ, არამედ უნდა შთაფლათ. ფიქრობთ, ვერავინ შეგვედავება იმაში, რომ როდესაც ედიშერ ჭელიძე ბრძანებს ამგვარი განჩინება, ანუ დასხმეთი ნათლობის აღზრდელობა არ გვხვდება, არა მხოლოდ აღნიშნულ კანონში, არამედ საერთოდ არსადო, არსადში მას არა მარტო უშუალოდ მოციქულთა 50-ე კანონი, არამედ ყოველი სხვა განწესება ან მითითება უნდა ეგულისხმა, რომელიც ეკლესიის კრებითი ცნობიერებიდან ან კიდევ რომელიმე წმინდა მამის კერძო განჩინებიდან გამომდინარეობს. თუ ასეა, მაშინ სლავურ კორჩაიას მესაჭე წიგნი თვითონ კორჩი ნიშნავს მესაჭეს. ანუ სლავური კორჩაიას სკოლიოში მითითებული საგზალვა სწორედ ასეთ განწესებას წარმოადგენს და დასხმეთი ნათლობის აღიარების უფლებას არავის აძლევს. იცის თუ არა ამის შესახებ ედიშერ ჭელიძე? ანუ იცის თუ არა მან რა მითითება მოცემული ძველ სლავურ დიდ ჯულის კანონში მოციქულთა 50-ე კანონთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა იცის. ამაში ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება. უბრალოდ ედიშერ ჭელიძე დუმილით ისეულის გვერდს ამ ვითარებას თითქოს და ის საერთოდ არ არსებობდეს. არადა სლავურ კორჩაიაში მარტო 50-ე კანონის განმარტებას ოდი ახლავს დასხმითი ნათლობის უარყოფილი განმარტება. ასეთ განმარტებას ხედავთ პირველი მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტების ველზეც. კერძოდ, ევნომეველებს, რომლებიც ერთგზის შთაფლით ნათლავენ, ასევე საბელიანელებს და ფრიგველებს მივიღებთ ისე როგორც წარმართებს. განმარტება. ეს მწვალებლები ნათლობის შთაფლავენ ერთგზის და არა სამგზის, როგორც მართლმადიდებელნი. ამიტომაც, თუ კი ისინი მართლმადიდებელ ეკლესიას შემოუერთდებიან, მიღებულ იქნებიან როგორც წარმართი. ველზე კი არის ასეთი შენიშვნა. ნათლობა, რომელიც აღსრულებულია არა სამგზესი შთაფლით, არ არის ნათლობა. შესაბამისი რუსულ ტექსტს თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე. ეს არის ის პირველი ორი სიცრუე, რომელიც ედიშერ ჭელიძემ გადმოაფქვია თავისი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომებიდან მოციქულთა 50-ე კანონის განხილვისას. თუ რა სიცრუეებს გადაგებს ის შემდგომ ამას ჩვენს მომდევნო ვიდეოებში ვნახავთ. დაგლოცოთ ღმერთმა ამით დაგემშვიდობებით და მადლობა რომ უსმენდით ჩვენს პოდკასტს.